თავად პროკურატურაში თბილისის 5 რაიონის გამგებელია დაბარებული. თავად პროკურატურასთან იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი სანდრო ვეფხვაძე. სანდრო, რომელი რაიონის გამგებლები იმყოფებიან მან და გაკეთდა თუ არა პროკურატურაში შესვლამდე განცხადებები? დიახ, თბილისის 5 რაიონის გამგებელი პროკურატურაში ამ წუთებში გამოცხადდა. ისინი უკვე დაკითხვაზე შევიდნენ, მათი თქმით, ის არგუმენტი, რაც პროკურატურამ წამოაყენა, ანუ საქმე ეხება თბილისის ანძის განგებ ჩაბნელებას, არის უსაფუძვლო და თბილისის ბიუჯეტის შეუსრულებლობის უნიჭოდ გადაფარვის მეთოდი. გამგებლებმა და ასევე მათმა ადვოკატმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მათ კომენტარებს პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. იმის ნაცვლად, რომ საკრებულოში გამგებლებთან გაიმართოს და საკრებულოს უმრავლესობამ ჩვენთან გააკეთოს შეხვედრები კონკრეტული პრობლემების შესახებ და კონკრეტული თუ რა პრობლემები ექნება მოსახლეობას თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით, ვინაიდან ისინი დღემდე აცხადებენ, რომ ასეთ პრობლემებს არ იცნობენ, რაც თავისთავად ცუდია. ამის და მიუხედავად გრძელდება ჩვენი დაბარებები და მე ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ გადაიფაროს ბიუჯეტის მიუღებლობა. გაგვირეკეს ესე საკმაოდ მოულოდნელად უწესი უწყებაც არ ჩაგვარებია ისე, თუმცა ჩვენ ახლა ვთვლით, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, რომ პასუხები გავცეთ, თუმცა აქ მნიშვნელოვნად მე მეჩვენება ის და საკმაოდ ისეთი საეჭვო დამთხევა არის, როცა გამგებლების 10 რაიონის გამგებელი ვატარებთ სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ ჩავატარეთ საგანგებო ბრიფინგი და ჩვენ რასაც ვთვლით მნიშვნელოვნად ქალაქისთვის, ეს არის ქალაქის ბიუჯეტის არქონა ქალაქისთვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დავსვით კონკრეტული შეკითხვები, კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობისგან. ალბათ უნდათ რომ რეალური პრობლემებიდან ხალხის ყურადღება გადაიტანონ ამ უსაგნო დაბარებებზე. დიდი ალბათობით გამოვალ და ყველა გაიგებთ ალბათ, რომ ეს არის ჩვეულები დაბარებისთვის, იმიტომ რომ ნიუსად გავიდეს დღის ნიუსად არა ის, რომ თბილისელებს ბიუჯეტში პრობლემები აქვს, მერიას ბიუჯეტის პრობლემები აქვს და თბილისელებს ვერ ეხმარება, არამედ ის, რომ აი 5 გამგებელი ერთად მოიყვანეს დაკითხვებზე, გაჩვენმა ერთის რაზე, რისთვის და ასე. გზაში არ გვერდნენ ეს ადამიანები, თუ რა საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა მათი დაბარება. რა სტატუსით, რა ფორმით, რა საკითხთან დაკავშირებით, როდესაც აი ესე სწრაფად ხდება ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა, სწორედ ეს იწვევს გარკვეულ ეჭვს, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური პროცესების შემადგენელი ნაწილი და არა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. თბილისის რაიონის 5 გამგებელი დაბარებული იქნა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში კონკრეტულ სისხლისამართლე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ეგრეთ წოდებული სატელევიზიო ანძის გარე განათების გამორთვას, ასე ვთქვათ, არ ჩართვას. ეს ადამიანები დაბარებულები არიან მოწმის სახით, ჯერჯერობით ჩვენთვის რაც არის ცნობილი. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარის არის ის, რომ სისხლისამართლე საქმე დაწყებული არის საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებისთვის, ასე ვთქვათ, საფრთხის შექმნაზე, რაც ჩვენთვის არის ყველაზე უფრო გასაკვირი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც მერიას, არც გამგეობას არანაირი კომპეტენცია და შემხებლობა არ აქვს. მე შეგახსენებთ, რომ თბილისის 5 გამგებელი ამ წუთებში უკვე დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი თქმით, საქმის შესახებ დეტალები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან თბილისის პროკურატურის ბრალდებას, რომელიც მათ წინაშე არის წაყენებული. სანდრო ვეფხვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.